აჭარის უმაღლესი საბჭოს 8 დეპუტატის საკანონმდებლო ორგანოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ალექსანდრე ჩიტიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს. ნაციონალურმა მოძრაობამ შესაბამისი მოთხოვნით ხელწერების საკმარისი რაოდენობა უკვე შეაგროვა და დოკუმენტი კანცელარიაში გაატარა. ოპოზიციონერი დეპუტატები მოთხოვნის მიზეზად ჩიტიშვილის არაპროფესიონალიზმს და უპასუხისმგებლობას ასახელებენ. კონკრეტულად კი პეტრე ზამბახიძე მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს შორის არაკოორდინირებულ მუშაობას ასახელებს. ზამბახიძის თქმით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და რეგიონში განვითარების ნაცვლად ჩიტიშვილი მხოლოდ საკუთარი ინტერესებითაა დაკავებული. თავად ბრალდებების ადრესატი ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის წინა ორი მცდელობა, რომელიც არჩილ ხაბაძის და მედია ვასაძის გადადგომას ეხებოდა, კრახით დასრულდა. ალექსანდრე ჩიტიშვილი მიიჩნევს, რომ მესამე მცდელობაც იგივე ბედს გაიზიარებს. უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრმა შეიტანა განცხადება საფინანსო საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ. მთავარი мотиваცია ამისი გახლავთ ის, რომ არაეფექტური მუშაობა მიმდინარეობს რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში და დამოკიდებულება მთავრობასა და უმაღლეს საბჭოს შორის ასევე ბევრი პარამეტრის მიხედვით კავშირი აქვს და ეფუძნება ეყრდნობა საფინანსო კომისიასაც და ასეთი მნიშვნელოვანი კომისიის თავმჯდომარე მინიმუმ პროფესიონალი უნდა იყოს თავის საქმეს, მინიმუმ განათლება უნდა ჰქონდეს იმ სფეროში, რასაც წარმოადგენს და ჩვენ ამას ადრეს ვაფიქსირებდით. ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა მახსოვს თავმჯდომარის გადაყენებაზე, ნაციონალური მოძრაობის ინიციატივა მახსოვს ქალბატონ მედია ვასაძის გადაყენებაზე. ეს აქვს მესამე მცდელობა. როგორ დასრულება თქვენი აზრით? არ ამგონია ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთთან მოაგროვოს.